შემოგთავაზებთ უნივერსალურ ფენოვან ცომს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ხაჭაპურისთვის, ნაპოლეონისთვის, კრუასანისთვის, ღვეზელისთვის და ასე შემდეგ. 1 კილო ფქვილს დავამატოთ 1 სუფრისკოვზი მარილი, 500 მლ წყალს დავამატოთ 100 გრამი ზეთი და 50 გრამი არაყი, მოვზილოთ ცომი და დავასვენოთ 9 საათით. 500 გრამი დარბილებული კარაქი მოვათავსოთ გულში, გავაბრტყელოთ, დავკეცოთ კონვერტივით და შევინახოთ მაცივარში 9 საათით. დასვენებული ცომი გამოვიხეთ მაცივრიდან, ისევ გავაბრტყელოთ მეორედ, დავკეცოთ კონვერტივით და ისევ შევინახოთ მაცივარში 9 საათით. დაისვენა ცომმა, გავაბრტყელოთ მესამედ, დავკეცოთ კონვერტივით და შეგვიძლია გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ, ასევე შეგვიძლიათ გავყინოთ მაცივარში და გამოვიღოთ, როცა ჩვენ დაგვჭირდება. გემრიელად მირთვით!